და რა კარგი თემი ბრუნდები და რა კარგი სტუმრით არაჩვეულებრივი ჩვენი თანაწამყვანია საშა იმიტომ რომ თანამძრახველი საშა ბრიშვილი რაც შემოგვერთა სიბერის აღარმეში ჩვენ და არ ჩვენ მაყურებლებს იმიტომ რომ ისეთ საიდუმლოებს გვაზიარებს რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს არა მარტო ქალმა მინდა თქვენ ხშირად დათოს ეუბნებით რომ აი დათო როგორ არ გაინტერესებს უკაცრავად ძიმას ეუბნებით არა ინტერესებსო და რატო უსმენ და პირიქით როგორ კაცო რა ძალიან საინტერესო პრობლემატური კაცი რომ შეხედავს დახატულ ქალს მიხვდება იმის იქით რა იმალება და თუ იმ კაცს ბევრი წარმები აქვს და ვერ ხედავს ერთოდ ვერ შეხედავს ქალს ხო ეგრეა აი შეგამბობ რომ წარმების ამ მქონელიც ხარ პრინციპში აი ხო აბა რო ჩამოვეფარება რა ვქნა მაგრამ მანქანი დავდივარ მაგრამ ესე იგი ყველა კაცსაც შეუძლია გვიყუროს რომ იცოდეს რეალურად ქალი როგორია ერთადერთი რაც ვიცი ეს არის წარბის სიგრძის გაზომა როგორ უნდა დანარჩენი როგორ სახეს როგორი ფორმის წარბი უხდება მე არ ვიცი ეს ვიცი იმიტომ მე მგონი ესეც საშასგან ვიცი შეიძლება თუნდა აი დაფაც მოგიმზადეთ და მარკერიც მოგიმზადეთ უნდა განვიხილოთ სახის ფორმები წარმის ფორმებთან მიმართებით და კიდევ ერთი საკითხიც მინდა რომ თან ჩააქსოვა ამ შენ სწავლებაში სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვა წარბის ფორმაა მოდაში ხოლმე. მე გამოვიარე ჩემი ასაკიდან გამომდინარე ბევრი მარგინალური პერიოდი ამ თვალსაზრისით. იყო ძაფისებრთა ოჯახიდან, იყო წერტილმძიმისა და აკაკულთა და ყურებზე გადაწეული წარბებიც იყო, მე გაბანჯგლური და ასე შემდეგ. ყველანაირად იყო. ხო და რაღაცა დიზაინერები თქვენ ცოდავთ ცოტა აი ამ სფეროს ისინი იმიტომ რომ აი თითქოს თავს გვახოს მიხდება არ მიხდება ცოტა თავს გვახოთ რომ მოდაშია ასეთი წარბი და გინდა თუ არა ბოლო დროს დავისვენეთ იმიტომ რომ ტრენდი გახდა ბუნებრივი არა ამ თვათ მასეც არ არის მე ძალიან კარგად მესმის არ არის ეგ რაც გიხდება ის არის მოდაში ნუ ჩემთვის არის მე მაინც ვთვლი რომ ყველა ისეთი წარბის ფორმა უნდა გაიკეთოს რომელიც მოსწონს თვითონ თუმცა არის რაღაც კერძო შემთხვევებში ძალიან ცდებიან და საშინლად არ უხდება წარბის ფორმა, მაგრამ შენ რასაც ამბობ ძალიან სწორია ეგ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ასაკის მერე ქალბატონებს დღეს უკვე ძალიან უჭირ წარბის ფორმის შეცვლა, იმიტომ რომ ის საბჭოთა პერიოდის დროინდელი ძალიან ამოპუტული წარბი, ნუ ფიზიკურად აღარ იზრდება, იმიტომ რომ 20 წელი რო იპუტა ხო, აი ამის მინდა და მეც დამეწყო და სამწუხაროდ თმის გადანერგვა არსებობს, მაგრამ წარბის გადანერგვა ჯერ არ მოუფიქრებია. სამგებსოს მიხატვა. ასობს მიხატვა, ხო, მაგრამ ნუ მიხატვა ტატუაჟს ჩანს. ძალიან ადრეულ ასაკში ჯობია იპოვო საკუთარი წარბის ფორმა, ხო? და ამის მიხედვით იყო მე, იმიტომ რომ თუ ბევრი შეცდომა ჯობს. მოდი დავიწყოთ. ჩამოვიაროთ სახის ფორმები ზოგადად. მეგონია დიდი სპექტრი გიზივართ არა. კი და თქვენის მეშვეობით ზუსტად რომ იმას ვიზავთ, ვიტყვი ვის როგორი აქვს. არსებობს 6 საბაზისო სახის ფორმა, ეს არის ოვალური, მრგვალი, ოთხკუთხედი, სამკუთხედი, რომბი და გრძელი. სინამდვილეში ძალიან ბევრი სახის ფორმა არსებობს, მაგრამ ეს ის 6-ია, რომელიც უნდა იცოდეს ძირითადი. და არსებობს ასე ვთქვათ 4 ტიპის წარბის ფორმა, ეს არის სწორი, რკალისებური, წაწვეტებული და მოღუნული. მოგვიხატე მე. აგიხსნით ყველაფერს დაგიხატავთ. მოგვიხატე. გადაბმული. მონოწარბი ქვია, სხვათა შორის არსებობს ეს ტერმინი და ქვია მონოწარბი. ანუ აი ესე. ანუ ეს გადაბმული წარბი, ფრიდაკალო მაგალითად, ხო. აი რომ გავიაროთ ეხლა სახის ფორმები თქვენზე. შენ მაგალითად გააქვს უფრო ოთხკუთხედი სახის ფორმა, იმიტომ რომ გააქვს კარგად გამოკვეთილი ლაყუჩები ქვია ამათ ფულს თუ არ ვწდები. ხბა, ხო? თქვენ გვაქვთ უფრო მომრგვალო სახის ფორმა, ძიმასაც მომრგვალო სახის ფორმა აქვს, შენ გააქვს გრძელი და თიკას აქვს რომბისებული სახის ფორმა, ან სამკუთხედთან მიახლოვებული. ახალი მოსახელების არქივში. შენ როგორი გა? ძალიან საინტერესოა და ის მომენტი რომ ოვალურ სახეს და რომბის ფორმის სახეს თითქმის ყველანაირი ფორმის წარბი. ესე ბაიკო და თიკა? მე არა. მე მრგვალი ვარ. არ არის ბაიკო მომრგვალო? მომრგვალო ოვალური ოვალური და რომბისებური სახის ფორმას თითქმის ყველა ფორმის წარბი უხდება, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ეს თვალზე და ცხვირზეც დამოკიდებული არის. თუ გინდა დავხატო. კი, გვინდა ძალიან გვინდა. ხო, ზურგით არ მოეფარო, რასაც ხატა. აქედან მოუდექი. აქედან დავხატავ. კაი. ჩანხარ შვენივრად. აი ეს არის ოვალური სახის ფორმა. დიახ. კარგია, ესე კარგად გახარ. ეს არის ოთხკუთხედი სახის ფორმა.
ეგეთი სახე როგორ? ეს არის სამკუთხედი სახის ფორმა. უკვე მეშინია ჩემი ფორმამდე რომ მივა ისე ხატავს. და ეს არის გრუბად რო გავაკეთოთ, უხეშად რო გავაკეთოთ, ეს არის გრძელი სახის. და რომბი და მაინდა-მაინც გრუბი. რომბი არის ძალიან მიახლოებული სამკუთხედთან. აი ამ ნაწილს ეს რო სამკუთხედის ნაცვლად რომბი რო ვქნათ, ახლა ჩემი. აქ. მე დავაჭრათ ოდნავ. აკლა მეორე რა. და გადავხარ. უფრო მივიღებ გრძელებულია. კარგი. დავიწყოთ. დავიწყოთ რით. რითაც გინდა. დავიწყოთ იმით, ახსნათ როგორ უნდა სულ სამი ფორმულა არსებობს წარბის გაკეთების. მაგალითად. დავხატოთ თვალი. ერთი. ვეფარები ზუსტად ვიცი, ახლა გავიწერე. არა უშავს გამოიწევ და ხატე. საშა ხატავს თვალებს. გავახმოვანოთ. თვალი როგორ არის ბაცო? თვალი. თვალი. ეს ეხლა რაღაცა კლაკნი. ტუჩებს უხატავს. აი ეს არის სამი საბაზისო ფორმა. ხო, ნახევარი სახეა ეგ. აბა გამოიწიეთ ცოტა. ეს იქნება ჩვენი ცხვირი, ეს თვალი, თვალი, თვალი. აქ ავიღოთ შავსვად კაკალი. აქაც შავსვად კაკალი. ხილი. აქ ნიკოსი. ნიკოსი. კაი. პირველი და ყველაზე მარტივი და ბუნებრივი არის რომელი? ეს მე მგონი პრინციპში ყველა მოცის. ეს არის ცხვირის აი ამ ფრთიდან, კუთხიდან, ნესტოდან, თვალის შიდა კუთხიდან, უნდა გავავლოთ სწორი ხაზი და გავიგოთ სად იწყება ჩვენი წარბი. აი მე ვიგე, აი ესე მაჩვენე რა, შიდა კუთხიდან 3/4-ში. წავუსვი. აი აქედან ჩერეს თვალი და ხო აი მოგეს. ანუ უნდა იწყებოდეს აქ. აქ უნდა იწყებოდეს თვალი, წარბი. ხო, შენ სწორედ იწყება. აი ეხლა საინტერესო მომენტი ხდება. პირველ ფორმულაში წარბის ატეხვას, ანუ აი ამ მაღალ წერტილს, ყველაზე მაღალ წერტილს წარბის. ვავლებთ ისევ ცხვირიდან ოღონდ კაკლის გავლით. და მივიღებთ და აქ ყველაზე მაღალ წერტილს. თვალის ბოლოდან ისევ ცხვირიდან ვავლებთ წარბის დასასრულს და გამოგვდის დაახლოებით აი ასეთი წარბის ფორმა. და ეხლა ეს რომელს უხდება, რომელ სახეს? ეს უნივერსალური წარბის მოდელია და ყველაზე მარტივი ფორმულა. მეორე ფორმულა წააგავს ამას, ოღონდ ამ შემთხვევაში იცვლება აი ამ კუთხის დახრა, ჩატეხილობის დახრა. არა, უფრო ტყდება. ისევ ცხვირიდან თვალის გავლით, ოღონდ საწყისი ყოველთვის ერთნაირია. ხო. ნუ თქვა ყოველთვის არა, აი მესამე ვარიანტში მაგიტო ჩავხატე ნიკაპიც, რომ აქ უკვე ცოტა იცვლება. ბოლო ისევ ხდება თვალის დაბოლოების გავლით და შუა ნაწილი გადის კაკლის და ფერის გარსის შუა წერტილში, ანუ სადღაც აი აქ. შორის, მათ შორის. ეს რა შემთხვევის სახის? ეს იმ შემთხვევაში არა. უფრო აბზიდე წარბი. მე ახსნი ცოტა ხანში. ეს წარბი ეხლა ისევ აიზიდა. მესამე და უფრო რთული და ასე ვთქვათ ეფექტური ყველაზე დრამატული. აი ამ მესამე ფორმულას ძირითადად ყოველთვის ხმარობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, იმიტომ რომ მიიღონ უფრო მეტყველი სახე და გამოხედვა. უნდა გავყოთ ნიკაპი შუაზე და ნიკაპი შუა წერტილიდან ცხვირის გავლით ისევ ავიღოთ ნესტოს გავლით, ესე იგი ცოტა გავლით. წერტილიდან ნესტოს როგორ აი აქედან ცხვირის გავლით და სადამდე ცავა? ხო, და სადამდე ცავა. მან უნდა დაიწყოს ჩვენი წარბი. უი, შორს იწყება ანუ. ხო, საკმაოდ, ანუ გაწეული არის ძალიან. მე მგონი ეგრე. არა ჰოლივუდის მიბაძვით. ეგრე ამომდის. შემდეგ ცხვირიდან უკვე ფერადი გარსის კუთხი გავლით. კიდე. გავდივართ, ვღებულობთ. თვალის ფერი რასაც თავდება, იქ უნდა გაუარო. ვღებულობთ მაღალ წერტილს და ისევ შუიდან დაბოლოების გავლით ვღებულობთ დაბოლოებას. მოკლე არ გამოდის ეს წარბი? მოკლე არ გამოდის, გამოდის დაახლოებით აი ასეთი ფორმის წარბი. და არა ეს ცხოვრებაში ლამაზი. გავიგე. ცხოვრებაში არ არის ლამაზი, მაგრამ ძალიან უხდება მრგვალს, ოთხკუთხედს და რომბისებურ სახეს. ანუ რომელს ყველა წარბი აწეული არის, რაც ჩვენ დავხატეთ და ესე იგი ეს არის ყველაზე საუკეთესო? არ არის ყველა საუკეთესო. წარბის ფორმები არა გახვევი. რკალისებული. დიახ.
არის ჩატეხილი. დიახ. არის ჩაზნექილი, როცა აი ეს გადადის არ ამკაფო. გადადის ხო, ცოტა მოღუნულია და არის სწორი. უიდეთ. აი ამ წარბის მომხრე მე არანაირად არ ვარ, არა და არ არის ეს ბოლო წლების აი ტრენდი. ხო, აი ასეთი. ესეთი პირიქით. საქართველოში ძალიან მიღებულია რატომღაც ეს წარბის ფორმა, მე ვერ ხვდები რატომ, იმიტომ რომ თვლიან რომ ასეთი წარბის ფორმას თვალი გაყავს სადღაც ყურისკენ. არ გაყავს. ფიზიკურად არ გაყავს, უბრალოდ მასე რატომღაც, თვლიან და ძალიან ბევრი იკეთებს ასე წარბის ფორმას. ესეთი ეს ხო ჩატყობი. ყველა წარბი ხო არ იძლევა იმის წარბი ფიზიკურად ვერ იქნება ასეთი სწორი. რამდენიც გინდა ჟურნალში. არასწორად იკეთებენ მაგას. ჟურნალში შენ რასაც ნახულობ, ეს მთლად ასეთი წარბი ვერ იქნება. მიხატული. ის არის დახატული აუცილებლად, იმიტომ რომ ფიზიკურად არის. რაღაცა კონცეფციისთვის არის საჭირო. იცი რა, მე ყოველთვის გამოდივიდი იქიდან რა ფორმის წარბი ჩანასახში მქონდა, იმიტომ რის საშუალებითაც იძლეოდა ჩემი წარბი, ხო? პრინციპში ასე იქცევა ყველა, ხო? თუ არ არის ესე. მე რაც არ მაქვს იმას რო მე მგონი რომელიც შენ არ არ გაქვს სწორი მოგწონს. წარბი, შენ გაქვს უფრო აი ეს მოღუნული ტიპის წარბი. ბოლოსკენ შენი წარბი მაინც რკალს იკეთებს. მაინც რკალს საშ, მოდი ახლა ვისაუბროთ ოვალების და წარბების შეთანხმებასთან. აი, იმიტომ რომ ჩვენ რეკლამის დროს ეს ვისაუბრეთ. აი, ვთქვათ, უფრო სწორი და სისქე გაიზარდა, ხო და კიდევ კაირო გაიზარდა. ხო, სისქე გაიზარდა, თან ძალიან გაიზარდა, უფრო ბუნებრივობა არის დღევანდელ დღეს მოდური და ცოტა ჩეჩილობაც კი. ცოტა ამ წინა ნაწილში აჩეჩილი და მე ძალიან არ ვარ მომხრე იმისი, როცა ქალბატონები იჭრიან აი აქ წინ წარბს. და ძალიან უშნოა, როცა გოგონას ანუ ქალბატონს სულ ერთია რომ შეხედავ, ძალიან მკაფიოდ ეტყობა, რომ წარბი აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ასეთი წარბი კავკასიურ წარბის ფაქტურასთან ერთად გავს აი მიკრულ ან მიხატულს. ეს არ არის ლამაზი. ასე რომ მე ვარ მაინც იმის მომხრე, რომ ოდნავ რაღაც ის ასე ვთქვათ, ნაგავი, რომელიც რჩება იქ, პატარა რაღაც მობუსუსო წარბის თმა. უნდა დატოვოთ, იმიტომ რომ უფრო ბუნებრიობისკენ. გვანცას წარბს რამეს გაუგეთებდი? მე გვანცას წარბს, აი შენ ოდნავ გვანცა, როცა აი შეგიძლია კამერაზე გააკეთო, ოდნავ როცა ოცდები, იქითა წარბი აგდის. ორივე განსხვავებული წარბი. მაგაზეც ვილაპარაკებ. აი ის ფორმა წარბის უფრო გიხდება. მე გეტყვით რაღაცას. მე აქეთა წარბს ვერ ვწევ. ანუ ფიზიოლოგიურად მაქვს ესე მოწყობილი. ფიზიოლოგიურად მაქვს მოწყობილი, რომ აქეთა კუნთი თვალის მაქვს უფრო განვითარებული. შესაძლოა წარბის ფორმაზე ამან იქონია გავლენა. და აქეთა წარბის შედარებით უფრო მშვიდი მაქვს და არ ამდენს. და მოგწონს შენ ეს, მეც ეს მომწონს. ზუსტად ესე მაქვს. ეხლა ბავშვობაში აპატუნებდი შე. ეხა ბაიკო რა აგდის ბაიკო? აქეთა უფრო ასე ბაიკო. მე კი რაღაც მე მეთქვა დამავიწყდა. ძალიან სწორად შერჩეული წარბის ფორმა სახეს. ერთადერთი რაც არ მომწონს, ოდნავ მოკლეა. ანუ აქეთ არის გასაგრძელებელი. ოდნავ დავაგრძელებ. აი რეკლამის დროს თქო ვამბობდით, საუბრობდით, რომ ეს შედარებით სწორი ფორმის წარბები მოდაშია და გასქელებული და არ უხდება და განსაკუთრებით შენ აღნიშნე, რომ ჩემი სახის ფორმას, ანუ გრძელი სახის ფორმას არ უხდება. არ უხდება, იმიტომ რომ ჭრის სახეს ხო, კიდევ უფრო ჭრის და ხას უსმევს წარბიდან ნიკაპამდე მანძილს. და კიდე ერთი საკითხი, ღებვა, ფერი წარბის. იმიტომ რომ ძალიან კომიკურია ხოლმე ზოგჯერ ეს. ხო, ძალიან რთული თემაა ეგ და სანამ მაგაზე გადავალთ, მე განსა შეკითხვას მინდა რომ ჩავეძიოთ კარგად. ხშირ შემთხვევაში გოგოები, როცა მიდიან წარბის ამოსაქნევად, აძალებენ ხელოსანს, რომ გინდა თუ არა მაინც ერთნაირი უნდა იყოს წარბი. წარბი ფიზიკურად ვერ იქნება ერთნაირი, იმიტომ რომ ადამიანის სახე ყოველთვის არის ასიმეტრიული. თუმცა სილამაზე სიმეტრიაშია ვამბობენ სახის. არ დაიჯერო. სიამოვნებით არ დავიჯერო. რა თქმა უნდა. და ამ შემთხვევაში ჯობს რომ ოდნავ სხვაობა კონდეს წარბს, იმიტომ რომ იმისთვის რომ ის წარბი რომელიც ძალიან არ გავს მეორე წარბს, რომ დაამსგავსო ძალიან ბევრი უნდა ამოიღო. და არასწორად. იმის შედეგად წვრილდება ერთი წარბი, მერე მეორეც ითხოვს დაწვრილებას და მერე კიდე დაწვრილებას მიდიხარ, მე წარბი აღარ გაქვს. ასე რომ ჯობია მაინც ოდნავ პატარა განსხვავება იყოს, ამაში არაფერი კრიმინალური არ არის, როცა დღეს შეგიძლია ნებისმიერი ფანქრის ფერი არსებობს, ნებისმიერი თვალის კი არა და წარბის ფერზე, რომელიც ჯდება კარგად და მიიხატო ან დაიგრძელო, გაისქელო, აიწიო, დაიწიო. ტატუაჟის მომხრე რატო არ ხარ? ტატუაჟის მომხრე მე არ ვარ, იმიტომ რომ პირველ რიგში საქართველოში
მე არ მინახავს სიმართლე რო გითხრა ძალიან კარგი რეზულტატი, მაგრამ იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს პრობლემა აქვს, მაგალითად ალოპეცია, ასეთი დაავადება, ანაიარევია, არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც ბევრ ფერში იხატება, თითო თმის ღერი და შორიდან დაახლოებით აი ალბათ აი ასეთი მანძილიდან საერთოდ არ ჩანს, რომ ეს არის დახატული წარბი, მაგრამ ნუ ახლოდან რა თქმა უნდა ჩანს, მაგრამ ეს არის როგორც ჩემთვის უფრო რეაბილიტაციის ფსიქოლოგიური ხო მომენტი ეგ რომ ადამიანს სჭირდება რომ კონდეს წარბი და ეს არის. და ხო, მივიღოთ შენი შეკითხვა ფერთან დაკავშირებით გოგონები რომლებიც იღიავებენ თმის ფერს, მაგალითად შენ შემთხვევაში შენ ძალიან სწორედ გაქვს დატოვებული შენი წარბის ფერი, იმიტომ რომ ჩემის აზრით უფრო საინტერესო და უფრო ტიპაჟური და სახასიათო ხდება მაგალითად მადონა. მთელი ცხოვრება იშავებდა თავის სქელ, ისეთ გაბანჯგულ წარბს კარგად გათეთრებულ თმაზე, ხო? იმიტომ რომ კავკასიური თმა ვერ თეთრდება სამწუხაროდ წარბს გულისხმობ, ხშირ შემთხვევაში არის აგურისფერი ან რაღაც მორიჟაო, მოსტაფილო, მოწითალოში გადადის. ის გოგონები, ვისაც აქვს ძალიან შავი წარბი და არ მოსწონთ, იმიტომ რომ თვლიან, რომ ძალიან ასქელებს თვალს და ამძიმებს და აკაცებს, შეუძლიათ ოდნავ გაიკეთოთ მოწამლვა ფერის. ნებისმიერ სალონში მაგას გაუკეთებენ, ეს ძალიან დაბალი პროცენტულობის გამხსნელი ოდნავ ფერი კეთდება და ოდნავ ფერი კვდება. პიგმენტი კვდება ოდნავ, აი ძალიან შავი აღარ არის. მე რო იზრდება ეს წარბი, თუ ეს ძირითადი აღარ იზრდება. დიდად არ ეთყობა. არა. წარბი აუცილებლად ყოველთვის იზრდება და ბევრს ძალიან ცვივა წარბი. ასე რომ მოიკიდო წარბი. ზოგჯერ აღარ იზრდება ხოლმე. შეხვართ რამე საიდუმლო რეცეპტები, თქვათ როგორ არასწორად ამოვიქენით რაღაცა და წარბი 6 თვე ანაგიგია და არა ისე ჩქარა გაერა ზაფხულმა წარბის გაზდაც ვერ მოვასწარი. აა ვერ გავიგე რა თქვენ. არსებობს ასეთი მცნება რომ ვითომ აგუსალათენი ზეთი ზრდის წარბს. კი, მე გამიგია ეს. ყველას გიხმარება მაგრამ თუ წარბს ზრდის, ესე იგი თვალსაჩინოს ზრდის. ეს პრობლემა მოგვარებული ყოფილა მაშინ. თმასაც ზრდისო ამბობენ, მაგრამ შედეგი არ მინახავს არ ამბობენ და ხშირად გამიგია. ასე კი არ არსებობს მეთოდი. ალბათ უფრო ის მეთოდია, რომ უნდა ელოდო. და არ უნდა შეგწყვეს იმისი, რომ გაქვს პროცესში ხარ კონტენტ. თლათ ხო და იმედი უნდა დაიწყო. ვერ გავეთ, წავს რატო არის რაღაც ცოტა უცნაური ამბავია. ტექნოლოგია ერთი არის. რატო არა? ალბათ ბოდიში. მე მეგონა ბოდიში დანს გამოთქვამდი, კითხვას ხამდი. რატო რა? რატო არ ნერგავენ? გადანერგვაო რა. ნერგავენ უკვე ნერგავენ. არა, ჯერ არ ნერგავენ. იცი შენ რამე მისამართები. დია. მართლა, მე მეგონა რომ ჯერ არ იცი. არ ნერგავენ რა უგვეში. მაგას მე რაღაცნაირად არ რეკლამირებაში არ ჩაგვეცვალოს, მე გეტყვით, მაგრამ რაღაცას ვამბობ. ხო, ყველა პლასტიკური ოპერაცია რატო არის, რომ ყველას უნდა რომ აკაჩოს ეს წარბი და კონდეს ესეთი აფრენილი წარბი. იმიტომ ისევ მაგ შეკითხვას უბრუნდებით, რომ თვალის ფორმის შეცვლა უნდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ წარბის აკაჩვასთან ერთად გონიათ რომ თვალიცავა. ესეთი ვარცხნილობაც არსებობს დამალული შიგნიდან. აი აქ აი ნახეთ, აი ამას ხაჩავენ. კარგია რომ ძალიან კაი ამ თემა შეეხე. მე გოგოებს მინდა მივუწოდო რომ ყოველდღიობაში ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ნებისმიერ მოცეკვავეს ან ბალერინას რო კითხო, ყველას აქვს ამის პრობლემა, რომ აი აქ აღარ აქვს. ჩვეულებრივი სიმელოტე სჭირთ, იმიტომ რომ იმდენად დაჭიმული აქვს ეს ნაწილი, რომ ჯერ ერთი კუნთიც ეშვება და თვალიც ჩამოდის საბოლოო ჯამში და ნუ თმის ცვენა იწყება ამ ადგილას, ასე რომ თუ რამე დღესასწაული ან რამე განსაკუთრებული დღე, ან მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება ცოტა ხნით აიწიო, ოღონდ ისე არ აიწიო, რომ სკალპი გადაგძვრეს. ეკინები მიჭეს ქვია რა. უი, აი კურები, ნინო, ერთი იგივე აზრები მოგდის. ისი რა გამახსენდა, ეხლა მეც გამიკეთებია ეს კორექციის დროს თეთრი ფანქრი დამიხატავს. რა ნაწილი უნდა ავიღო, ანუ რაც დარჩენილა მერე ხო თეთრის საფარის ქვეშ, ანუ თეთრი ფანქრის ქვეშ ისინი ამომიღია და თავშოთ ის შავი უკვე დამრჩენია ისეთი როგორც მინდოდა. შენ მომხრე ხარ ფანქრით ჯერ დახატვის და მერე უკვე ამოქნის. ფანქრით თლათ არა, მაგრამ არსებობს ფორმები. ერთ პერიოდში თბილისში თემა იყო იაფარულავას ფორმები ეძახდნენ.
დღეს იყიდება ჩვეულებრივად სხვადასხვა საიტებზე ასეთი ტრაფარეტული ფორმები, რომელიც არის ესეთი პლასტმასის ამოჭრილი, რომელიც შეიძლება მიიდო და იმის მიხედვით ეს უნდა გეჩვენებინა ჩვენთვის მე ვიცი. ხო, აი თუ ვაჩვენებთ ფოტოს, აი ხა იმ ფოტოში ძალიან კარგად ჯერ არ ჩანს. იმ ფოტოში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის ერთი და იგივე სახის ტიპი და ერთი და იგივე გოგონა და წარბის ფორმა აქვს გაკეთებული ამ ფორმულების მიხედვით, რომელზეც ეხლა ჩვენ ვილაპარაკებთ. ხეში რომელი მოგწონს? 4 რო კარგია? ბოლოზე მესამეზე ხედავთ, რომ ვლაპარაკობდით, რომ ძალიან მოკლე გამოდისო შენახსენე. აი, ბოლო კუთხეში რო არის მარცხენა ქვედა კუთხეში. ეს არის მესამე ფორმულა, ანუ აი ნიკაპის მეშვეობით გაკეთებული წარბი. არის ლამაზი, იმიტომ რომ მეტყველება იწვევს. მე სხვა, მე მეოთხე მომწონს. აი აქ ხო მეოთხე. არა, შენ მაგაზე ვსაუბრობთ. ეს არის ის, რომელსაც ხმარობენ თითქმის ყველა ჰოლივუდერი ვარსკვლავი. ანუ ქვედა აქეთა, საშა, აქ. ხო, მარცხენა ქვედა ესე კუთხე. წარბი რო არ ქონდეს. მარჯვენა ქვედა კუთხე, ხო. მარჯვენა ქვედა კუთხე. უწარმო რო იყოს ძალიან მაგარი ხდება. და იმ შორის ასხვაობა, ზედას და ქვედა. აი ორ მარჯვენა შორის ასხვაობა იყოს ზედას და ქვედა შორის. შეიძლება ერთი წუთი კიდევ ნახავთ ფოტო. მანძილია სხვადასხვა შუალედში. თითქოს გვანა ფორმით. მანძილია შუალედში აბსოლუტურად სხვადასხვა. მანძილი არის შვილი. უფრო გაწეული შორიდან წყდება ის ქვედა ვიდრე ზედა. რაღაცა მინდა ლიმა, მარტო. საერთოდ მიღებული არის რაც შორს არის თვალები, მით უფრო ლამაზი არისო. საერთოდ ესე ამბობენ. ესე იგი რაც შორს თვალი უფრო ზის ამას ვერაფერს ვერ უშველით დაბადებით თუ არის ეს კარგია ის უფრო ლამაზია და ანუ წარბიც თუ რაც შეიძლება შორს არის უფრო გადაშლილია ეს მართლა ესე უფრო კარგი არ არის თვალები რო არ ვარგა გასაგებია ხო თვალები ხო არ ვარგა სახის ფორმას გააჩნია უფრო ეს წარბების გაშლილობა იმიტომ რომ წარბს აქვს იმის საშუალება რომ შეცვალოს სახის ფორმა მეტნაკლებად იმიტომ რომ ფერადია მასიურია დიდი ნაწილია სახის და შეუძლია გაწიოს სახე და იმ შემთხვევაში რასაც თქვენ საუბრობთ რომ წარბის დიდი დაშორება იყოს შორის ხო სახე გაყავს და ეს კარგია ზოგ სახეს უხდება, ზოგს არა, ანუ ხან კარგია, ხან არა. მოკლედ, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს შაბლონები, არსებობს 6 ტიპის სახის ფორმა და არსებობს 4 ტიპის წარბის ფორმა. ასე რომ ჩვენი საშას რჩევებით იხელმძღვანიანეთ და მოირგეთ წარბი. არ დაიწრილოთ არავითარ შემთხვევაში. არ იზრდება. დიდი მადლობა საშას, ჩვენ გადაცემის მესამე ნაწილით სულ მალე დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ.